დიახ, გუგა ცოტა ხნის წინ დაიწყო ერგნეთში სუსის წარმომადგენლების შეხვედრა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან, როგორც ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარი საკითხი იქნება საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, რომლებიც უკანონოდ დაატყვევა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლება. ამ დროისთვის 13 მოქალაქე იმყოფება საოკუპაციო ძალების ტყვეობაში და ძირითადად მათ ედავებიან ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთას. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, წინა შეხვედრა 22 დეკემბერს ჩატარდა და იქიდან მოყოლებული დღემდე უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა შესაძლოა სუსი თავად ამბობს ამას, რომ ეს უკავშირდებოდეს ამინც, რადგან ყინვები იყო ბოლო კვირების განმავლობაში და უბრალოდ შესაძლოა ფიზიკურად ვერ მოახერხეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლება საოკუპაციო ხასთან სხვადასხვა ტიპის სამუშაოების წარმოება, როგორც წესი ისინი ანახლებენ ხოლმე მათ უხლართებს და სხვადასხვა ეგრეთ წოდებულ საზღვართან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას, თუმცა ეს ბოლო თვე იყო ამ მხრივ გამონაკლისი. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ ჰუმანიტარულ საკითხებზეც. დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარ თემას ჩვენთვის წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი. დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება 13 პირი. ასევე განვიხილავთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებს 2 დეკემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით უკანონო ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია. ეს იშვიათი მოვლენაა და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იყო განპირობებული მხოლოდ ამინდით და მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება. წინა შეხვედრიდან დღემდე იყო დაკავების 6 შემთხვევა. რაც შეეხება ჩორჩანას, ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცნობილია და იგი არ შეცვლება. პოლიციის სტანდარტული საგუშაგო დგას და საშტატო რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირება. ბოლო შეხვედრიდან დღემდე, როგორც მოისმინეთ, უკანონოდ დაატყვევეს საქართველოს 6 მოქალაქე, თუმცა წინა მონაცემი იყო, რომ 10 მოქალაქე იმყოფებოდა დეკემბრის მონაცემებით უკანონო პატიმრობაში. გამოდის, რომ ამ ბოლო თვეში გატაცებული 6 მოქალაქიდან 3 დაბრუნდა სახლში, ხოლო 3 მათგანის ბედი კვლავ გაურკვეველია.